სუფრის მაგიდის თავზე, სადაც ჯერ წუთის წინზე იმობდნენ, დარჩა მხოლოდ ცარიელი ჩიქები და თამბაქოს კვამლის მწარე სუნი. ნოდარ დუმბაძე იჯდა თავის თბილისურ სახლში, ხელში რვეულით, რომელზეც ერთი სიტყვაც არ იწერებოდა უკვე მესამე საათია. კარზე დაკაკუნება მოულოდნელი იყო საღამოს 10 საათზე, როცა ოჯახი უკვე იძინებოდა. მეზობელი, რომელიც კვირაში ორჯერ მათ სუფრას უზიარებდა, სადღაც ღრმა კუთხეში იცვა და პარკში იდგა ძლივშესამჩნევი, ამაღელებელი ჩრდილი ადამიანისა, რომელიც ლიტერატურულ წრეებში მხოლოდ კოლეგად იცნობდნენ. ეს ვიზიტი გაგრძელდა არაუმეტეს 30 წუთისა, მაგრამ როცა უცნობი სტუმარი წავიდა, ნოდარმა მოითხოვა ბოთლი ღვინო, მაშინ, როცა 6 თვე აღარ ეხებოდა ალკოჰოლს ექიმის მკაცრი კრძალვის გამო. მისი მეუღლე, ნანული გუგუნავა, რომელმაც მიხვდა, რომ რაღაც საშინელი მოხდა, შეეკითხა, ვინ იყო ეს ადამიანი და რა უთხრა. ნოდარმა მხოლოდ ისე თქვა, ხელი მოფერებული, მეგობარმა. ჩემმა საუკეთესო მეგობარმა გამყიდა. რას ნიშნავდა ეს სიტყვები? რომელი მეგობარი? რა ფასად? ის ღამე იყო საწყისი იმისა, რაც გახდებოდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი საიდუმლოება. რას მალავდნენ იმ ადამიანები, რომლებსაც ნოდარ დუმბაძე თავის სახლში პურსა და მარილს უზიარებდა? რატომ დუმდნენ ათწლეულების მანძილზე? და ვინ გაბედა საბოლოოდ, რომ სიმართლე თქვას? თბილისის ძველი უბნები იხსენებენ ნოდარ დუმბაძეს როგორც ადამიანს, რომელიც არასოდეს გადიოდა მეზობლის გვერდით მისალმების გარეშე. 1970 წლებში, როცა მისი წიგნები უკვე გადაიბეჭდებოდა მილიონობით ეგზემპლარად, ნოდარი ცხოვრობდა უბრალო სახლში რუსთაველის გამზირთან ახლოს, სადაც კიბეზე ბავშვები თამაშობდნენ და ლიტერატორები ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ სუფრის გარშემო. ეს არ იყო ბრწყინვალების სასახლე, ეს იყო ქართული სიმართლის ბუდე, სადაც ღვინო იღურებოდა როგორც მეგობრობის სიმბოლო და სადაც სიტყვა ძმა არ იყო მხოლოდ სიტყვა. მაგრამ სწორედ ამ თბილ კერაში, სადაც ნოდარი თავის შემოქმედებას უზიარებდა ყველაზე ახლო ადამიანებს, იწყებოდა ის, რასაც შემდეგ შავი სერიად მოიხსენიებდნენ ოჯახის წევრები. პირველი დარტყმა მოვიდა იქიდან, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდა მეზობლისგან, კაცისგან, რომელიც ნოდარის სუფრაზე ისე ხშირად იჯდა, რომ ოჯახის წევრად მიიჩნევდნენ. ეს მეზობელი დავარქვათ რა გიორგი იყო თავად მწერალი, არა იმდენად ცნობილი როგორც დუმბაძე, მაგრამ კარგად ჩართული ლიტერატურული ბიუროკრატიის მანქანაში. როცა 1974 წელს ნოდარ შევიდა გონივრული თანხა, გონორარი რომანისთვის, რომელიც სახელმწიფო პრემიას დაინომინა, გიორგი მოულოდნელად ითხოვა მცირე დახმარება. საუბარი იყო რამდენიმე ასეულ მონეტზე, დროებით, ოჯახური ავადმყოფობის გამო. ნოდარმა, როგორც ჩვეულებრივ არ დააყოვნა, გასცა თანხა იმავე საღამოს, უსიტყვოდ როგორც ძმას. პირობა მარტივი იყო, დაბრუნება 1 თვის განმავლობაში. მაგრამ 1 თვე გადავიდა. შემდეგ მეორე. შემდეგ 6. გიორგი არ მალავდა თავს, იგი კვლავ დადიოდა სუფრებზე, იცინოდა ხმამაღლა, სვამდა და მღეროდა ქართულ სიმღერებს. როცა ნოდარი ფრთხილად შეეხო თემას, მეზობელმა თქვა უცნაურად გაცივებული ხმით, მე ვფიქრობდი, რომ ჩვენ მეგობრები ვართ, არა რომელიმე ბანკისა და მსესხებლის. თანხა არასოდეს დაბრუნებულა. და რაც უფრო საინტერესოა, რამდენიმე წელიწადში გიორგიმ შეიძინა ახალი ბინა უკეთეს უბანში. ეს იყო პირველი ბზარი იმ მურსა და მარილში, რომელსაც ნოდარი თავის ხალხს უმასპინძლებდა. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. რა სხვა ეთქვა იმ ღამით უცნობმა სტუმარმა? რა მტკიცებულება ჰქონდა მასთან იმის შესახებ, რომ ნოდარის უახლოესი წრე მის წინააღმდეგ თამაშობდა? და რატომ დუმდა დუმბაძე, როცა შეეძლო ყველაფერი ყველას თვალში შეჰყარა? ლიტერატურულ კაფე ორიონში, სადაც 1970-იან წლებში თბილისის ინტელექტუალური ელიტა იკრიბებოდა, იყო ერთი უწერელი წესი, აქ ნათქვამი სიტყვა რჩებოდა ამ ოთახში. ეს იყო ადგილი, სადაც ლიტერატორები უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ იდეებს, სიუჟეტებს, მომავალი რომანების ჩანასახებს. ნოდარ დუმბაძე ამ კაფეში ასე ხშირად ჩნდებოდა, რომ ერთ მაგიდას მის სახელზე ატარებდნენ, არაოფიციალურად, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა მიცოდა, აქ იჯდა გენიოსი. იქ იყო კიდევ ერთი კაცი, რომელიც ამ მაგიდას ხშირად უზიარებდა, ნიკო, კოლეგა მწერალი, რომელმაც ნოდართან ერთად გაიარა ლიტერატურული ინსტიტუტი და რომელიც თითქმის ძმად მოიაზრებდა. ისინი ერთად ატარებდნენ ღამეებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს რედაქტირებაში, უზიარებდნენ ჩანახატებს. ნოდარი, თავისი უსაზღვრო სიკეთით ყოველთვის მზად იყო, გაეცილებინა საკუთარი მოსაზრებები თავისი შემოქმედებითი პროცესის შესახებ, იმედით, რომ ეს სხვა ტალანტებსაც აღუძრავდა ინსპირაციას. 1966 წელს, ცივ თებერვლის საღამოს, ნოდარმა ნიკოსთან გაუზიარა იდეა ახალი მოთხრობისა, ის იყო ამბავი მცირე სოფლის მასწავლებლის შესახებ,
რომელიც ცდილობდა სასკოლო ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეგროვებას და რომელსაც ჩამოართვეს ეს უფლება ბიუროკრატიულმა აპარატმა. ეს იყო მგრძნობიარე, სოციალურად მწვავე თემა, ზუსტად ის, რაც დუმბაძეს ყველაზე კარგად გამოსდიოდა. ნოდარმა დეტალურად აღწერა პერსონაჟები, პლოტის ძირითადი წერტილები, თუნდაც რამდენიმე დიალოგი. ნიკო უსმენდა, თავს აქნევდა, სვამდა ყავას და ამბობდა: ეს შენი საუკეთესო ნამუშევარი იქნება, ძმაო. 7 თვის შემდეგ 1967 წლის სექტემბერში ლიტერატურულ ჟურნალ ნათობში გამოქვეყნდა მოთხრობა, იდენტური სიუჟეტით, იდენტური პერსონაჟებით, თუნდაც იმ დიალოგების ფრაგმენტებით, რომლებიც ნოდარმა ჩააბარა თავის ძმა მეგობარს. ავტორი იყო ნიკო. მოთხრობას დიდი წარმატება ხვდა წილად, კრიტიკოსები იტაცებდნენ ახალ ხმას ქართულ ლიტერატურაში. როცა ნოდარმა წაიკითხა, მან ვერ დაიჯერა თავისი თვალები. პირველი რეაქცია იყო შოკი, შემდეგ სირცხვილი საკუთარი სიბრიყვის გამო და მხოლოდ შემდეგ რისხვა. მაგრამ ეს არ იყო რისხვა, რომელიც იჩხუბს იწვევს. ეს იყო ღრმა, უსიტყვო ტკივილი. მან დარეკა ნიკოს. საუბარი იყო მოკლე და ყინულივით ცივი. ეს ჩემი ამბავი იყო, თქვა ნოდარმა. შენ ვერასოდეს ვერ დაამტკიცებ. იდეები ჰაერშია, ჩემო ძვირფასო. ვინ იტყვის, ვინსად მოიფიქრა, უპასუხა ნიკო მისე მშვიდად, თითქოს ეს საუბარი ამინდზე იყო. მაგრამ მე შენთან გავუზიარე. სიტყვა სიტყვაში. სუფრაზე ბევრი რამ ითქმის. ღვინოშიც ბევრი რამე გვესმის. შენ რა გინდა, რომ შესაბამის ინსტანციებში წავიდე და გავრცელდეს, რომ ნოდარ დუმბაძე ბრალდებას დებს თავის კოლეგას მოპარვაში? რა დატოვებ შენი რეპუტაციიდან? ამით დასრულდა საუბარი. ნოდარმა არასოდეს აღარ წამოჭრა ეს თემა საჯაროდ. არც ნიკოსთან დაუმეგობრდა, მაგრამ არც შურისძიებას სცადა. იმიტომ, რომ ქართულ ლიტერატურულ წრეებში ასეთი სკანდალი დაასვამდა მას უფრო მეტ ზიანს, ვიდრე მოპარულმა მოთხრობამ. მაგრამ ის, ვინც იცნობდა ნოდარს, იმ დროს იხსენებენ, რომ ამის შემდეგ მისი მხარები ისე ჩამოეშვა, თითქოს რაღაც ძალა გაუტაცა. იგი კვლავ წერდა, კვლავ იცინოდა სუფრებზე, მაგრამ ღრმად თვალებში იყო ის ჩრდილი კაცისა, რომელმაც გაიგო, რომ სიტყვა მეგობარი არაფერს აღარ ნიშნავს. ნიკომ კი წავიდა წინ. მოგვიანებით იგი გახდა ლიტერატურული კავშირის გავლენიანი წევრი. მისი კარიერა ივითარებოდა, ხოლო ნოდარის ჯანმრთელობა უარესდებოდა. რამდენი სხვა იდეა გაუზიარა ნოდარმა თავის მეგობრებს? რამდენი მათგანი გახდა სხვისი საშუალო წიგნების საფუძველი? და რატომ გაგრძელდა მან სუფრების მოწყობა იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე ერთხელ მაინც გაყიდა? 1972 წელს, როცა მე, ბებია, ილიკო და ილარიონი უკვე ქართული ლიტერატურის კანონად იყო მიჩნეული და ნოდარ დუმბაძე იყო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტორი, არსებობდა ერთი პატარა, მაგრამ ძალიან გავლენიანი ჯგუფი, 5 კაცი, რომლებიც იცოდნენ მთელი სიმართლე ნოდარის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ეს ხუთეული შედგებოდა მისი გამომცემლისგან, ლიტერატურული კავშირის წარმომადგენლისგან, ერთი ახლო ნათესავისგან, ბუღალტრისგან და იმავე გიორგისგან, მეზობლისგან, რომელმაც არასოდეს დააბრუნა ნასესხები ფული. ისინი არ იყვნენ საიდუმლო ორგანიზაცია, არა, ისინი უბრალოდ იცოდნენ და დუმდნენ. იცოდნენ, რომ ნოდარს დიდი თანხები შედიოდა როიალტიდან, ასევე იცოდნენ, რომ ეს თანხები არასოდეს არ აღწევდა სრულად მის ხელებში. სისტემა მუშაობდა მარტივად და ეფექტურად, გონორარებს აკლდებოდა ადმინისტრაციული ხარჯები, გადასახადები, სავალდებულო შენატანები, ყველაფერი ეს ლეგალური იყო ქაღალდზე, მაგრამ ფაქტობრივად წარმოადგენდა ქურდობას მოზრდილ მასშტაბებში. ოჯახის წევრების მოგონებებით, გამომცემელი ვარდენი იყო პირველი რგოლი ამ ჯაჭვში. როცა ნოდარს ეკითხებოდა, რატომ იყო გონორარი ნაკლები, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ვარდენი აჩვენებდა დოკუმენტებს, რომლებსაც ნოდარი ვერ გაიგებდა, რადგან არ იყო იურისტი და არც ფინანსისტი. ის იყო მწერალი, ადამიანი, რომელიც ენდობოდა ხალხს. როგორც ოჯახის ვერსიით, ლიტერატურული კავშირის წარმომადგენელი, ანზორი იყო მეორე რგოლი. ეჭვობდნენ, რომ ის აკონტროლებდა, რომ ნოდარს არ გაეგო რეალური ციფრები, იმიტომ რომ სისტემაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული და თუ ერთი რღვევა დაფიქსირდებოდა, მთელი კარტის სახლი ჩამოიშლებოდა. ანზორი იყო ის, ვინც ნოდარს ეხსნებოდა, რომ ყველას აქვს ასეთი სიტუაცია, რომ ჩვენ გვინდა შენი დაცვა, რომ ეს არის სახელმწიფოს წესი. ოჯახის ზოგიერთი წევრი ეჭვობდა, რომ ახლო ნათესავი, რომელიც შესაძლოა ჩაერთო ამ სქემაში, იყო ყველაზე საშინელი ელემენტი, რადგან ის გამოიყენებდა სისხლის ნათესაობას იმისთვის, რომ ეთქვა, ჩვენ ვართ ოჯახი, გავიგოთ ერთმანეთი. მაგრამ ამ გაგებაში იმალებოდა პატარა საკუთარი ინტერესები, შუალედური რაოდენობები, რომლებიც იბირებოდა საოჯახო საჭიროებებზე, მაგრამ არასოდეს არ აღწევდა ნოდარის.
საფულეში. და ბოლოს გიორგი მეზობელი, რომელიც იყო ამ ჯგუფის არაოფიციალური ინფორმატორი. ის იყო ის, ვინც აცნობებდა დანარჩენებს, როცა ნოდარი იწყებდა ეჩვის მიტანას, ან როცა სადმე ძალიან ბევრი ეკითხებოდა. ეს ხუთეული მუშაობდა როგორც საათის მექანიზმი. ისინი არ ხვდებოდნენ ერთად, არ აწყობდნენ საიდუმლო შეხვედრებს, მათი კოორდინაცია ხდებოდა უბრალო ტელეფონის ზარებით, შემთხვევით შეხვედრებით ქუჩაში, ზედაპირულად უწყინარი ფრაზებით. მაგრამ შედეგი იყო ერთი: ნოდარ დუმბაძე, ადამიანი, რომლის წიგნებიც იყიდებოდა ასობით ათასობით ეგზემპლარად, ცხოვრობდა მოკრძალებულად, ხშირად თითქმის ფინანსურ სირთულეებში. 1979 წელს, როცა ნოდარმა გადაწყვიტა, დაენიშნა დამოუკიდებელი აუდიტი თავისი ფინანსების შესასწავლად, ვარდენმა უთხრა: ნოდარ, შენ რა გინდა? რომ სკანდალი მოაწყო? რომ გაანადგურო შენი რეპუტაცია? ხალხი იფიქრებს, რომ შენ ხარ ჩხუბის მოყვარე და ფულის მოყვარული. ნოდარმა დათმო. რადგან მან შეაფასა, რამდენად სწორად იყო ნათქვამი. ერთი კაცის წინააღმდეგ არ იბრძოდა, ის იბრძოდა სისტემის წინააღმდეგ. სისტემისა, რომელიც აშენდა იმისთვის, რომ თავად შეიცავდეს ტალანტს და აექსპლუატირებინა მისი სიკეთე. ხუთივე ეს კაცი გარდაიცვალა ნოდარის შემდეგ სხვადასხვა დროს. ზოგი მათგანი საპატიო დაკრძალვით, ზოგი უსიტყვოდ. მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ გამოთქვა სინანული. არც ერთმა არ გამოაქვეყნა ის დოკუმენტები, რომლებიც ამხელდა სიმართლეს. ნოდარის შვილიშვილები ბევრი წლის შემდეგ მაინც ეძებენ იმ ქაღალდებს, სადღაც პარტიულ არქივებში, სადღაც ძველ სახელმწიფო საწყობებში. მათ სურთ იცოდნენ, რამდენი მილიონი მანეთი არ მიუღია მათმა ბაბუამ სანაცვლოდ წიგნებისა, რომელმაც გაახარა მილიონობით ადამიანი. და რატომ უნდა ეთმო ერთმა გენიოსმა თავისი უფლებები იმ ადამიანების სიმშვიდისთვის, რომლებიც მას არაფერს აძლევდნენ, გარდა ცარიელი სიტყვებისა სუფრებზე? ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. სამი დიდი პირადი ტრაგედია, სამი ადამიანი, რომლებიც ნოდარს უშველდნენ საკუთარ სახლში და რომლებმაც გაიტანეს არა მხოლოდ ფული, არამედ რაღაც ბევრად უფრო ძვირფასი, რწმენა კაცობრიობის კეთილშობილებაში. შემდეგ ნაწილში გავიგებთ, რატომ დუმდა ნოდარი, როცა დაინახა, რომ მისი მეგობარი დახის ნაწილებს მისი ოლგიდან მიჰქონდა და არასოდეს აბრუნებდა. რა ფასი გადაიხადა მან იმისთვის, რომ დაეცვა ქართული სიმართლის იდეალი, სუფრაზე ყველა ძმა, მაშინაც კი, როცა ამ სუფრაზე მეომრები უღალატობდნენ. და ბოლოს, საიდან მოვიდა ის უცნობი ადამიანი იმ ღამეს 1991 წელს, უკანასკნელ წლებში ნოდარის ცხოვრებისა და რა თქვა მან, რომ მწერალმა დაიწყო სმა ისევ მაშინაც კი, როცა გული უკვე არ უძლებდა. პასუხი ამ კითხვაზე იმალება მომდევნო თავში, სადაც გაირკვევა, თუ რატომ გადაწყვიტა ერთმა კაცმა, რომელიც ათწლეულების მანძილზე დუმდა, საბოლოოდ ყველაფერი ეთქვა. თბილისის საბურთალოს უბანში, სადაც 1970-იან წლებში ჯერ კიდევ იწყებოდა ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, იდგა ძველი, ორსართულიანი სახლი ყვითელი აგურით, სახლი, რომელზეც არავინ ფიქრობდა, რომ იქ რაიმე საინტერესო ხდებოდა. მეზობლები ამბობდნენ, რომ ეს იყო ბიბლიოთეკა, ადგილი, სადაც ლიტერატორები წიგნებს ინახავდნენ და ხანდახან იკრიბებოდნენ ძველი მანუსკრიპტების შესასწავლად. მაგრამ ვინც იცნობდა ნოდარ დუმბაძეს ძალიან ახლოს, იცოდა სხვა სიმართლე, ეს იყო ადგილი, სადაც მწერალი მარტო რჩებოდა თავისი აზრებით, სადაც იგი ცდილობდა დაეწერა ის, რაც საჯარო სახლში არ იწერებოდა, სადაც იგი ლეიბებდა ჭრილობებს, რომლებსაც არავის აჩვენებდა. ეს ბინა იყო გამოსყიდული 1975 წელს ოფიციალურად, როგორც სამუშაო სივრცე ლიტერატურული არქივისთვის. მაგრამ ფაქტობრივად, როგორც ვერსია გვაქვს ოჯახის მოგონებებიდან, ნოდარი აქ მიიმალებოდა მაშინ, როცა სახლში იყო ძალიან ბევრი ხალხი, ძალიან ბევრი სუფრა, ძალიან ბევრი შეკითხვა, როდის დაასრულებ ახალ რომანს, რატომ არ დააწერე ჩემი შესახებ? რატომ არ მომაყვება ამ თუ იმ რედაქტორს? იგი ქონდა გასაღები მხოლოდ სამ ადამიანს, მეუღლეს, ერთ ძალიან ახლო მეგობარს და თავის თავს. იქ, ამ ბინაში იყო მაგიდა, რომელზეც ნოდარი წერდა თავის ყველაზე პირად ჩანაწერებს, არა იმ ნაწარმოებებს, რომელთაც აქვეყნებდა, არამედ დღიურებს, წერილებს, რომლებიც არასოდეს გაგზავნილა, ჩანახატებს ისტორიების შესახებ, რომლებიც ძალიან სახიფათო იყო საბჭოთა ეპოქისთვის. და იქ, იმავე ბინაში, რომელსაც ახლობლები უწოდებდნენ ბიბლიოთეკას, იმალებოდა კიდევ რაღაც პატარა მეტალის ყუთი, სადაც ინახებოდა ის ფული, რომელსაც ნოდარი გამოჰქონდა თავისი ოფიციალური ანგარიშიდან უჩუმრად, რათა არავინ იცოდა მისი არსებობის შესახებ. ეს იყო მისი საავარიო რეზერვი, ფული, რომლითაც შეეძლო დაეხმარა ოჯახს, თუ ოდესმე რაღაც საშინელი მოხდებოდა. მაგრამ 1977 წელს, როცა ნოდარმა მოინახულა ეს ბინა შემდეგ სამთვიანი გამოუცხადებლობის შემდეგ, რომელიც დაკავშირებული იყო მის ჯანმრთელობასთან, მან აღმოაჩინა, რომ ყუთი ცარიელი იყო.
ფული დაახლოებით 4,000 მანეთი, რაც იმ დროს იყო საშუალო ხელფასის თითქმის 2 წლის ექვივალენტი, გაქრა. კარზე ძალის კვალი არ იყო. ფანჯრები ჩაკეტილი იყო შიგნიდან. ამ ბინის გასაღები ჰქონდა მხოლოდ 3 ადამიანს. მეუღლე იცოდა იმის შესახებ, რომ ნოდარი რაღაცას ინახავდა იქ, მაგრამ არ იცოდა, სად ზუსტად იდგა ეს ყუთი. ახლო მეგობარმა, პირველმა, ვინც ეჩვი შეიპარა, იყო ის, ვისთანაც ნოდარმა თავად გაუზიარა ამ ფულის არსებობა და ვინც თავად შესთავაზა, თუ ოდესმე რაიმე გჭირდება, შენ კი ხომ იცი, რომ მე შემიძლია მივაღწიო ამ ადგილს და ავიღო ფული შენ ნაცვლად. თუ შენ არ შეგეძლება. ეს მეგობარი იყო დავით, კოლეგა, რომელიც მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე და რომელსაც ნოდარი ეძახდა ძმას, არა სისხლით, არამედ სიტყვით. დავითმა ერთხელ გადაარჩინა ნოდარს ცხოვრება, შუალედურობდა, როცა ლიტერატურული კავშირი აპირებდა მის გარიცხვას ერთი კრიტიკული რომანის გამო. დავითმა გამოიყენა თავისი კონტაქტები, დაამშვიდა ყველა მხარე და საქმე დაიხურა. ნოდარი მას სიცოცხლით იყო მოვალე. როცა ნოდარმა დაურეკა დავითს და ჰკითხა, შენ იყავი იმ ბინაში, დავითმა უპასუხა, კი ბატონო ნოდარ, მე მქონდა მცირე საჭიროება, ოჯახში ავადმყოფობა, უნდა მეყიდა წამალი და მე მახსოვდა, რომ შენ გითხარი, რომ შემეძლო ავეღო პატარა თანხა. თუ აუცილებელია. მე ვიფიქრე, რომ ეს იყო შეთანხმება ჩვენს შორის. ნოდარი დუმდა. შემდეგ გითხრა, რამდენი აიღე? მცირე ოდენობა. შენ რა გინდა, ბატონო ნოდარ, რომ დავითვალო? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და მეგობრები ერთმანეთს ეხმარებიან. მაგრამ მთელი 5 ცარიელია. შენ რა ამბობ? მე ავიღე მხოლოდ რამდენიმე ასეული. შეიძლება სხვამაც იცოდა ამის შესახებ. ამ საუბრის შემდეგ დავითი გაუჩინარდა ნოდარის ცხოვრებიდან. იგი გადავიდა სამუშაოდ ბათუმში, სადაც მიიღო უკეთესი თანამდებობა, გავლენიანი პოზიცია სამხატვრო თეატრში. დამთხვევა. თუ შეგნებული გაქცევა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ერთ-ერთი ნათესავი შეეკითხა ნოდარს, რატომ აღარ ელაპარაკებოდა დავითს, ნოდარმა თქვა მხოლოდ, ის წავიდა იქ, სადაც ფული უფრო ღირს ვიდრე ძმობა. ბინა საბურთალოზე ნოდარმა აღარასოდეს გახსნა. კარზე ჩააკრა საკეტი და თქვა ოჯახისთვის, ეს ადგილი მკვდარია ჩემთვის. მაგრამ მეზობლები გვიამბობენ, რომ ხანდახან ღამით იქ რაღაც შუქი ანთებოდა, თითქოს ვიღაც შიგ შედიოდა. ვინ იყო ეს? თავად დავითი, რომელიც თავის ცოდვაზე დუმდა, თუ სხვა ვინმე, ვინც ასევე იცოდა იმ ადგილის შესახებ. ბინა დაიშალა 1995 წელს, როცა მთელი უბანი გადააკეთეს. იქ აღარაფერი იპოვეს, არც ფული, არც დღიურები. მაგრამ მეზობლები ამბობდნენ, რომ სანგრევამდე ერთი კვირით ადრე ვიღაც ღამით კარს აძალებდა. ვინ ეძებდა იმ ჩანაწერებს? და იპოვა თუ არა? რამდენი სხვა საიდუმლო ინახებოდა იმ ბინაში? რამდენი სხვა ადამიანი იცოდა მისი არსებობის შესახებ და მოიპარა არა მხოლოდ ფული, არამედ ნოდარის პირადი აზრებიც. და რატომ არ გაბედა ნოდარმა, რომ საჯაროდ განეცხადებინა პოლიციაში? 1974 წელს, როცა მე, ბებია, ილიკო და ილარიონი გამოიცა და დაიწყო ტრიუმფალური მარში საბჭოთა კავშირის წიგნის მაღაზიებში, ნოდარ დუმბაძეს შესთავაზეს ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებაზე თბილისის სახელმწიფო გამომცემლობასთან. ხელშეკრულებაზე, რომელიც თავის თავში ჟღერდა როგორც ახალი შესაძლებლობების გახსნა და გაზრდილი როიალტების გარანტია. ნოდარმა როგორც ყოველთვის ენდობოდა თავის გამომცემელს ვარდენს და მოაწერა ხელი თითქმის ყოველგვარი წაკითხვის გარეშე, რადგან იურიდიული ქართული ენა, ტერმინებით გადატვირთული იყო მისთვის თითქმის უცხო ენა. იმ ხელშეკრულებაში, რომელიც შედგებოდა 14 გვერდისგან და 26 პუნქტისგან, იყო ერთი კონკრეტული ნაწილი, რომელიც ჩაიფლო მე-16 ქვეპუნქტის მე-3 აბზაცში, ენაზე, რომელიც არ იყო გასაგები თუ შენ არ იყავი იურისტი. ის ამბობდა შემდეგს, ავტორი ანიჭებს გამომცემლობას განსაკუთრებულ უფლებას, რომ დაარეგულიროს ნებისმიერი გამოცემის ტირაჟი, საავტორო გადასახადის განაკვეთი და დისტრიბუციის არეალი, რაც გულისხმობს, რომ გამომცემლობა უფლებამოსილია და მოუკიდებლად, ავტორის დამატებითი თანხმობის გარეშე შეცვალოს ან შეაჩეროს ნებისმიერი გამოცემის ციკლი, იმ შემთხვევაში, თუ ეს მიზანშეწონილად ჩაითვლება. რას ნიშნავდა ეს? ეს ნიშნავდა, რომ ნოდარს აღარ ჰქონდა კონტროლი იმაზე, თუ რამდენად დაიბეჭდებოდა მისი წიგნი, რა ფასად გაიყიდებოდა და რამდენ ფულს მიიღებდა იგი როიალტის სახით. გამომცემლობას შეეძლო დაიბეჭდა 10,000 ეგზემპლარი და ეთქვა, რომ დაიბეჭდა 2,000 და ნოდარს არ ექნებოდა საშუალება ეს გადაემოწმებინა. გამომცემლობას შეეძლო მიეყიდა წიგნი სხვა რესპუბლიკების გამომცემლობებისთვის და ნოდარს არ მიეღო. არანაირი საავტორო თანხა იმის გამო, რომ ეს იყო შიდა დისტრიბუცია, არა ახალი გამოცემა.
ნოდარმა გაიგო ეს პირობები მხოლოდ 1977 წელს, როცა მან შეეკითხა ვარდენს, რატომ მივიღე ნაკლები ფული, თუ წიგნი ისეთი ტირაჟით გავიდა. ვარდენმა ხელი გადაშალა და თქვა, ნოდარ, შენ ხელი მოაწერე ხელშეკრულებას. აქ არის ქაღალდი. წაიკითხე თავად. და მაშინ პირველად ნოდარმა ნამდვილად წაიკითხა ის ტექსტი, რომელსაც მოაწერა ხელი 3 წლის წინ. იგი გაჩუმდა. შემდეგ იკითხა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ კიდევ 40,000 ეგზემპლარი დაბეჭდოთ და მე მივიღო ფული მხოლოდ 5,000-ზე? თეორიულად კი. მაგრამ ჩვენ ვართ ერთმანეთთან პატიოსან ურთიერთობაში, ნოდარ. ჩვენ არ გავაკეთებთ რაიმე უკეთურს. მაგრამ თუ გააკეთეთ, მე ვერ დავამტკიცებ. თუ გააკეთეთ, ნოდარ, ეს იქნება საქმე, რომელსაც უნდა აწარმოოთ სასამართლოში. მაგრამ თქვენი რეპუტაცია დაზიანდება. ხალხი იფიქრებს, რომ თქვენ ფულის მოყვარული ხართ. ეს იყო ის წინადადება, რომელიც ნოდარმა მრავალჯერ გაიგონა. რეპუტაცია. სკანდალი. ფულის მოყვარული. სისტემა მუშაობდა არა სამართლებრივ საშუალებებზე, არამედ მორალურ შანტაჟზე. თუ შენ ცდილობ, რომ დაიბრუნო შენი თანხა, შენ ხარ ცუდი ადამიანი. თუ დუმდი, შენ ხარ კეთილშობილი, მაგრამ გაჭირვებული. ნოდარმა სცადა, რომ შეეცვალა ეს ხელშეკრულება. 1968 წელს, როცა მას შესთავაზეს ხელშეკრულების ხელახალი განახლება მომავალი რომანისთვის, ნოდარმა წაიყვანა ერთი ახლობელი იურისტი, კაცი, რომელიც მუშაობდა თბილისის იუსტიციის სამინისტროში. იურისტმა წაიკითხა ხელშეკრულება და თქვა, ეს არის არაკანონიერი. ავტორს უნდა ჰქონდეს სრული კონტროლი თავის ნაწარმოებზე. მე შემიძლია დავწერო წინადადება ცვლილების შესახებ. ვარდენმა მოისმინა ეს წინადადება და თქვა, ეს არის შეუძლებელი. ასეთი პირობებით ჩვენ ვერ ვიმუშავებთ. თუ ნოდარ დუმბაძეს სურს, რომ ჩვენ მას აღარ გამოუცეთ წიგნები, ის თავისუფალია, წავიდეს სხვა გამომცემლობაში. მაგრამ ყველა მიცოდა, სხვა გამომცემლობა არ არსებობდა. იყო მხოლოდ სახელმწიფო გამომცემლობა, რომელიც ასევე მუშაობდა იგივე პრინციპებზე. ნოდარი იყო ხაფანგში, ან ხელი მოაწერა იმავე პირობებს, ან შეეწყვიტა გამოცემა. მან მოაწერა ხელი. იმ ხელშეკრულების ასლი, რომელიც დღემდე ინახება ოჯახის არქივში, არის 15 გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც სიტყვა ავტორი გვხვდება 14-ჯერ, მაგრამ არც ერთხელ არ არის ნახსენები ავტორის უფლება გააპროტესტოს ან ავტორის უფლება გაიგოს. ეს იყო ხელშეკრულება, რომელიც აქცევდა ნოდარს, ერთ-ერთ საბჭოთა კავშირის ყველაზე საყვარელ მწერალს, მონად თავის საკუთარი სიტყვებისა. რამდენმა სხვა ქართველმა ლიტერატორმა მოაწერა ხელი ასეთ ხელშეკრულებებზე? რამდენი მათგანი დუმდა იმის შიშით, რომ ხალხი იფიქრებდა, რომ ისინი ფულის მოყვარულები იყვნენ? და რატომ არასოდეს არ განახლდა ეს სისტემა, თუნდაც დამოუკიდებლობის შემდეგ? 1993 წელს, როცა საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა, მაგრამ უკვე ნელა იშლებოდა, ნოდარ დუმბაძე უკვე იყო მძიმედ ავადმყოფი კაცი, რომელსაც ექიმები ეუბნებოდნენ, თქვენ უნდა დაისვენოთ, არ დაწეროთ, არ იფიქროთ, არ იღელოთ. მაგრამ როგორ შეეძლო კაცს, რომლის მთელი ცხოვრება იყო სიტყვა, რომ შეეწყვიტა ფიქრი? იმ წლის დასაწყისში ჩაითვალა, რომ ნოდარი დაწერდა ერთ ახალ, მცირე მოთხრობას, რომელიც არ იყო სატირიკული და არც ნოსტალგიური, როგორც მისი ადრინდელი ნამუშევრები. ეს იყო მოთხრობა ერთი ძველი პარტიული ფუნქციონერის შესახებ, რომელიც ცდილობდა დაემალა თავისი წარსული და რომელიც ახალ ეპოქაში იძულებული იყო, გაეცნო თავისი ძველი მსხვერპლების შთამომავლებს. ეს იყო ძლიერი, ავთვისებიანი ტექსტი, რომელიც შეეხებოდა თემას, რომელზეც საბჭოთა ეპოქაში არავინ ლაპარაკობდა ხმამაღლა. ნოდარმა წაიყვანა ეს მოთხრობა რედაქციაში ჟურნალ ნათობისა, ჟურნალისა, რომელიც უკვე დამოუკიდებლობას აცხადებდა და ახალი ხმების ძიებაში იყო. რედაქტორმა, რომელიც იყო ნოდარის ძველი მეგობარი, წაიკითხა ტექსტი და თქვა, ეს ძალიან ძლიერია. ჩვენ ამას გამოვაქვეყნებთ. მაგრამ 2 კვირის შემდეგ რედაქტორმა დაურეკა ნოდარს და თქვა, მე ვწუხარ ნოდარ. ამ მოთხრობას ვერ გამოვაქვეყნებთ. მივიღეთ ზარი ზემოდან. გვითხრეს, რომ თქვენ ავადმყოფი ხართ და რომ ეს ტექსტი არის არასტაბილური გონების პროდუქტი. გვითხრეს, რომ თუ ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამას, ეს იქნება პროვოკაცია. ვინ დარეკა? კითხა ნოდარმა. ეს არ იყო კონკრეტული ადამიანი. ეს იყო ზარი სტრუქტურიდან. მე ვერ გეტყვით მეტს. მოთხრობა არასოდეს გამოქვეყნებულა. ნოდარმა სცადა სხვა გამომცემლობებში მიწოდება, საერთო შედეგი იყო ერთი და იგივე, ძალიან საინტერესოა, მაგრამ ახლა არ არის სწორი დრო. ჩვენ გვაქვს სხვა პრიორიტეტები. შეიძლება მოგვიანებით, როცა ვითარება დასტაბილურდება.
მაგრამ ნოდარის ერთმა ნათესავმა, რომელსაც ჰქონდა კონტაქტები კულტურის სამინისტროში, მოგვიანებით გაიგონა სხვა ვერსია. იყო უწერელი სია მწერლებისა და ხელოვანებისა, რომლებიც ითვლებოდნენ პოლიტიკურად არასტაბილურად ან რისკიანად იმის გამო, რომ მათი ნამუშევრები შეეძლოთ აღებინათ ძველ ჭრილობებს. ნოდარის სახელი იყო ამ სიაში, არა იმიტომ, რომ იგი იყო დისიდენტი, არამედ იმიტომ, რომ იგი იყო ძალიან საყვარელი და ძალიან პატიოსანი და თუ ის წერდა რაიმე მძიმეს, ხალხი მას დაუჯერებდა. სიაში იყო არა მხოლოდ ნოდარი, იქ იყო სხვა სახელები, ზოგიერთი მათგანი დღეს უკვე დავიწყებული, ზოგიერთი დღესაც ცოცხალი. მაგრამ ეს სია არასოდეს არ გამოქვეყნებულა ოფიციალურად. ის არსებობდა როგორც რეკომენდაცია, რომელსაც მიჰყვებოდნენ ყველა გამომცემლობები, ყველა რედაქტორი, ყველა კულტურული ინსტიტუცია, რადგან ეს იყო უსაფრთხო გზა. ნოდარმა გაიგო ეს მხოლოდ მაშინ, როცა ერთმა მეგობარმა, რომელიც მუშაობდა ლიტერატურულ კავშირში, უთხრა მას პირდაპირ: ნოდარ, შენ უნდა შეწყვიტო პოლიტიკური თემების ძიება. შენ ხარ კარგი მწერალი, მაგრამ შენი დროა გასული. ახალი თაობა არ გინდათ შენი მორალიზმი. დაწერე რაიმე მარტივი, რაიმე, რაც ხალხს გაუხარდება. ეს იყო ის წამი, როცა ნოდარმა გაიგო, სისტემა არ შეიცვალა. შეიცვალა მხოლოდ სახელწოდება. ადრე ამბობდნენ პარტია არ დაუშვებს. ახლა ამბობდნენ საზოგადოება არ არის მზად. მაგრამ შედეგი იყო იგივე, მოთხრობა, რომელიც უნდა ყოფილიყო ნოდარის უკანასკნელი დიდი ხმა, ჩაიკეტა უჩინარი ხელებით. იმ მოთხრობის მანუსკრიპტი დღემდე ინახება ოჯახის არქივში, 30 გვერდი, ხელნაწერი, ჩასწორებებით და შენიშვნებით. ის არასოდეს არ გამოქვეყნებულა. და ის არასოდეს აღარ იქნება გამოქვეყნებული, რადგან ნოდარის შთამომავლები ფიქრობენ, რომ ეს უკვე ძალიან გვიანია. რატომ უნდა დამალულიყო ეს ხმა? ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც გააკეთეს ეს სია? და რამდენი სხვა ქართველი გენიოსი დუმდა იმ ათწლეულებში, რადგან იცოდნენ, რომ მათი სიტყვა ვერასოდეს გაიგონდა? პასუხები ამ კითხვებზე იმალება მომდევნო თავებში, სადაც გაირკვევა, თუ რა მოხდა იმ ბოლო წლებში ნოდარის ცხოვრებისა, როცა მან ბოლომდე გაიგო, რომ ის, ვისაც ეძახდა მეგობრებს, არასოდეს არ ყოფილან მეგობრები. თავებში, სადაც ნათელი მოეფინება იმ მძიმე ღამეს, როცა მან უკანასკნელად შეეცადა და ეწერა ის, რაც არავინ არ გაბედავდა. თავებში, სადაც გახდება ცნობილი, რამდენი ადამიანი ელოდა მის დუმს, რათა დაეკრძალათ არა მხოლოდ მწერალი, არამედ მისი საიდუმლოებიც. და რაც ყველაზე მძიმეა, თავებში, სადაც გაირკვევა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ნოდარი თავის ყველაზე ახლო მეგობრებად თვლიდა, მის დაკრძალვაზე პირველ რიგში იდგნენ და ყველაზე ხმამაღლა ტიროდნენ. 1984 წლის იანვარში, როცა ნოდარ დუმბაძის ჯანმრთელობა უკვე საშიშრად გაუარესდა და ექიმები ნათლად ეუბნებოდნენ ოჯახს, რომ დრო შეზღუდული იყო, მწერალმა მოითხოვა თავისი ძველი მეგობარი, ბუღალტერი სულიკო, რომელიც 10 წლეულების მანძილზე აწარმოებდა მის ფინანსურ საქმეებს. სულიკო მოვიდა საღამოს 7 საათზე, ხელში პორტფელით, სადაც თითქოს ინახებოდა ყველა ანგარიში, ყველა ქვითარი, ყველა დოკუმენტი ნოდარის საავტორო შემოსავლებიდან დაწყებული 1966 წლიდან. ნოდარმა ჰკითხა მარტივი კითხვა: სულიკო, მითხარი პატიოსნად, რამდენი ფული უნდა მქონდეს დაგროვილი ამ ყველა წლის განმავლობაში? სულიკო გაჩუმდა. შემდეგ ჩაძირა ქაღალდებში და თქვა: ნოდარი, ეს რთული საკითხია. აქ არის გადასახადები, შენატანები, ადმინისტრაციული ხარჯები. არა, შეაჩერა ნოდარმა. არა ის, რაც მე მივიღე. ის, რაც მე უნდა მომეღო. თუ ჩემი წიგნები გაიყიდა მილიონობით ეგზემპლარად, თუ მე ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტორი, რამდენი ფული უნდა ყოფილიყო? სულიკო ხელები მოიფერა. ნოდარ, შენ რა გინდა ამ კითხვებით? შენ ხომ იცი, რომ სისტემა ასე მუშაობდა? ყველა მიცის. შენ არ იყავი ერთადერთი. მაგრამ მე ვარ მე. და მე მინდა ვიცოდე, სად არის ის ფული. სულიკომ აიღო ერთი დიდი რვეული და გახსნა. იქ იყო ციფრები, სვეტები, რიცხვები, გამოკლებები. მან აჩვენა ნოდარს და თქვა: აი ეს არის შენი ოფიციალური შემოსავალი ბოლო 15 წლისთვის. სულ 32,794 მანეთი. ნოდარმა შეხედა ამ რიცხვს. შემდეგ შეხედა სულიკოს თვალებში. სულიკო, ეს რიცხვი არის სულ დაახლოებით 3 წლის საშუალო ხელფასი ქარხნის მუშისთვის. მე ვწერდი წიგნებს, რომლებიც ყოველ წელს იბეჭდებოდა ათობით ათასებით. სად არის დანარჩენი? დანარჩენი წავიდა სისტემაში, ნოდარ. გადასახადები. სულიკო, თქვა ნოდარმა ისე მშვიდად, რომ ამით კიდევ უფრო საშინელი გახდა მისი ხმა. მე ვიცი, რომ შენ მუშაობ არა მხოლოდ ჩემთვის.
მე ვიცი, რომ შენ გაქვს სხვა კლიენტებიც. და მე ასევე ვიცი, რომ შენ მუშაობ გამომცემლობისთვისაც. ანუ შენ იცი ზუსტად, რამდენი ეგზემპლარი გაიყიდა, რა ფასად გაიყიდა და რამდენი ფული უნდა მომეღო. მითხარი ეს რიცხვი. სულიკო დუმდა. შემდეგ ნელა თქვა, ნოდარ, ეს ინფორმაცია არის კონფიდენციალური. კონფიდენციალური. ჩემი საკუთარი წიგნების შესახებ. ეს არის გამომცემლობის შიდა ინფორმაცია. მე არ შემიძლია. მაშინ ნოდარმა გააკეთა რაღაც, რაც არასოდეს ჰქონდა გაკეთებული, მან აიღო სულიკოს პორტფელი და გახსნა იგი ძალით. სულიკო წამოდგა, შეეცადა ჩამოერთვა, მაგრამ ნოდარმა უკვე ხედავდა, იქ იყო სხვა რვეული, პატარა, წითელი ყდით. იქ იყო სხვა ციფრები. და ეს ციფრები იყო შემაშფოთებელი. მოკლედ რომ ვთქვათ, 1966 წლიდან 1991 წლამდე ნოდარ დუმბაძის ნამუშევრებიდან გამომცემლობამ მიიღო დაახლოებით 230,000 მანეთი მხოლოდ როიალტიდან. ამას დაემატა თანხები რესპუბლიკებში გადაყიდვებიდან, ეკრანიზაციებიდან, რადიოპოსტანოვკებიდან. ჯამში თითქმის 300,000 მანეთი. ნოდარს მიიღო 32,794 მანეთი. ანუ დაახლოებით 4%. დანარჩენი 86% გაქრა. სად არის ეს ფული? კითხა ნოდარმა. სულიკომ წაართვა რვეული და თქვა, ნოდარ, შენ არ გესმის. ეს რიცხვები არის ბრუტო. არა ნეტო. აქედან უნდა გამოვაკლოთ. მე მესმის ყველაფერი, სულიკო. მე მესმის, რომ ცხოვრების მანძილზე ვწერდი წიგნებს და ვცხოვრობდი როგორც ღარიბი, ხოლო ვინმე სხვა ცხოვრობდა როგორც უხვი ჩემი შრომით. სულიკო წავიდა იმ საღამოს და აღარასოდეს დაბრუნებულა. მან გაგზავნა მოკლე წერილი, სადაც წერდა, რომ ჯანმრთელობის მიზეზების გამო ის ვეღარ გააგრძელებდა ნოდარის საქმეების წარმოებას და რომ ყველა დოკუმენტი გადაცემულია შესაბამის ორგანოებში. რომელ ორგანოებში? არავინ ვერ გაიგო. როცა ნოდარის შთამომავლები მრავალი წლის შემდეგ ეძებდნენ იმ დოკუმენტებს, მათ ვერსად იპოვეს, არც გამომცემლობაში, არც ლიტერატურულ კავშირში, არც სახელმწიფო არქივებში. თითქოს ყველაფერი გაქრა, ისევე როგორც თავადის ფული. სულიკო გარდაიცვალა 1999 წელს, თავის საკუთარ სახლში, რომელიც, როგორც ზოგიერთი მოწმე ამბობდა, იყო ბევრად უფრო დიდი და უფრო ძვირადღირებული, ვიდრე ბუღალტრის ხელფასით შეიძლებოდა ყოფილიყო შეძენილი. მისი შვილები დღემდე ცხოვრობენ კეთილდღეობაში. ისინი არასოდეს არ უპასუხეს კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ მოაგროვა მათმა მამამ ასეთი მდგომარეობა. რამდენი სხვა ქართველი ავტორი დაკარგა თავისი შემოსავლების უმეტესობა ასეთივე ბუღალტრული შეცდომების გამო? რამდენ მათგანს ეშინოდა ამის განცხადების იმ შიშით, რომ საზოგადოება მათ უწოდებდა ფულის მოყვარულებს? და სად არის ის თანხები დღეს, ის ფული, რომელიც უნდა ყოფილიყო გადაცემული შემდეგ თაობებზე, მაგრამ ამის ნაცვლად გახდა ვიღაცის უცნობი ქონება? 1994 წლის მარტში, 2 თვის შემდეგ იმ საშინელი საღამოს სულიკოსთან ნოდარ დუმბაძემ მოიწვია თავის სახლში ახალგაზრდა ჟურნალისტი, გოგო სახელად თამარ, რომელიც მუშაობდა ახალ დამოუკიდებელ გაზეთში თავისუფალი აზრი. ეს გაზეთი ჯერ კიდევ არ იყო ძალიან ცნობილი, მაგრამ მას ჰქონდა რეპუტაცია, რომ აქვეყნებდა მასალებს, რომლებსაც სხვა გამოცემები ერიდებოდნენ. თამარი მოვიდა შუადღის 2 საათზე. ნოდარი იჯდა თავის კაბინეტში, რომელშიც იყო თაროები წიგნებით, ძველი ფოტოები კედლებზე და ერთი დიდი მაგიდა, რომელზეც იდო რამდენიმე პაპკა ყვითელი ქაღალდებით. თამარს, როგორც მოგვიანებით გაიხსენა თავის მემუარებში, გააკვირვა ნოდარის სახე, ის იყო ფერმკრთალი, ღრმად ჩაფიქრებული და მისი ხელები ოდნავ კანკალებდა. თამარ, თქვა ნოდარმა, მე მინდა, რომ შენ დაწერო ერთი ამბავი. ამბავი, რომელსაც არავინ არ გაბედავს დაწეროს, რადგან ყველა ეშინია. მაგრამ მე უკვე არ მეშინია. მე მინდა, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე. თამარმა ამოიღო ბლოკნოტი და ფანქარი. ნოდარმა აიღო პირველი პაპკა და ნელა გახსნა. იქ იყო დოკუმენტები, ძველი, ზოგი მათგანი კი უკვე ყვითელი და მტვრიანი. ეს იყო ხელშეკრულებები გამომცემლობასთან, წერილები ლიტერატურული კავშირისგან, ქვითრები ანგარიშებზე. აი ეს, თქვა ნოდარმა და ხელი მიუთითა ერთ-ერთ დოკუმენტზე. ეს არის ხელშეკრულება 1974 წლისთვის. აქ წერია, რომ მე მივიღებ 10% გაყიდვებიდან. მაგრამ აი აქ, მან ამოიღო სხვა ქაღალდი, არის შიდა დოკუმენტი, რომელიც მე მივიღე შემთხვევით ერთი ადამიანისგან, რომელიც მუშაობდა გამომცემლობაში. აქ წერია, რომ გაიყიდა 230,000 ეგზემპლარი. 10% ამ რიცხვიდან არის 22,300 მანეთი.
მე მივიღე 2400 მანეთი. თამარი წერდა. ნოდარი გააგრძელა. აი ეს არის წერილი ერთი კოლეგისგან, რომელიც მუშაობდა მოსკოვში. მასში ის მეუბნება, რომ ჩემი წიგნი მე, ბებია, ილიკო და ილარიონი გამოიცა რუსულ თარგმანში 180,000 ეგზემპლარით. მე არასოდეს არ მიმიღია არანაირი თანხა ამ გამოცემისთვის. როცა შევკითხე, მითხრეს, რომ ეს იყო საერთო საბჭოთა ფონდიდან და რომ ეს ითვლება როგორც კულტურული გაცვლის პროგრამა, არა როგორც კომერციული გამოცემა. თამარმა შეაჩერა ხელი. ბატონო ნოდარ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი წიგნები იყიდებოდა, მაგრამ თქვენ არ იღებდით ფულს. სწორედ ასე. და ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი. აქ არის კიდევ 10, 20, 40 მსგავსი შემთხვევა. ნოდარმა აიღო მეორე პაპკა. იქ იყო წერილები, რომელთაც მან დაუწერა სხვადასხვა ორგანიზაციებს, რათა გაერკვია, თუ სად იყო მისი ფული. წერილები კულტურის სამინისტროსთვის, ფინანსების სამინისტროსთვის, ლიტერატურული კავშირისთვის. ყველა პასუხი იყო თითქმის იდენტური, თქვენი საქმე განხილულია. ყველაფერი შესაბამისობაშია რეგულაციებთან. არანაირი დარღვევა არ აღმოჩენილა. როგორ შეიძლება რომ არანაირი დარღვევა არ იყოს, თქვა ნოდარმა და მისი ხმა კანკალებდა, როცა მე ვწერდი წიგნებს, რომლებმაც გაახარა მილიონობით ადამიანი და ვცხოვრობდი ისე, რომ ხშირად არ მქონდა ფული, რათა ოჯახისთვის ნორმალური სადილი მეყიდა. თამარმა წერდა ყველაფერს. ნოდარმა აიღო მესამე პაპკა, ყველაზე თხელი, მაგრამ ყველაზე მძიმე. იქ იყო სახელები იმ ადამიანებისა, რომლებიც, ნოდარის აზრით, იყვნენ ჩართულები ამ სისტემაში. ზოგიერთი სახელი იყო ცნობილი გამომცემლობის დირექტორები, ლიტერატურული კავშირის ფუნქციონერები, ბუღალტერები. ზოგიერთი იყო უფრო პირადი, მეგობრები, რომლებიც იყვნენ ასევე ჩართულები. აი ეს, თქვა ნოდარმა და ხელი მიუთითა ერთ სახელზე, არის ადამიანი, რომელიც იყო ჩემი სახლის კომშო. იგი იყო ასევე კოლეგა მწერალი. მან აიღო ჩემგან სესხად ფული 1974 წელს. არასოდეს დააბრუნა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მან იყიდა ბინა, რომელიც ღირდა 20-ჯერ მეტი, ვიდრე ის თანხა, რაც მან ჩემგან აიღო. საიდან მოიტანა იგი ეს ფული? თამარმა სთხოვა ნოდარს, რომ მისცემოდა უფლება, გადაეღო ეს დოკუმენტები. ნოდარმა დაითანხმა, მაგრამ ერთი პირობით, გადაიღე ყველაფერი, მაგრამ ორიგინალები დატოვე ჩემთან. ეს არის ჩემი ერთადერთი დაცვა. თუ ეს დოკუმენტები დაიკარგება, მე აღარაფერი შემიძლია დავამტკიცო. თამარი დარჩა იმ დღეს 3 საათი. მან გადაიღო ყველა ქაღალდი, ჩაიწერა ყველა სახელი, ყველა თარიღი, ყველა თანხა. როცა ის გაემშვიდობა, ნოდარმა უთხრა, თამარ, მე ვიცი, რომ ამის გამოქვეყნება საშიშია. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი გაბრაზდება. მაგრამ მე ვკვდები. და მე არ მინდა, რომ ვკვდე იმის ცოდნით, რომ ყველა ეს სიმართლე დაკარგულია. გამოაქვეყნე ეს. თამარმა გამოაქვეყნა სტატია 2 კვირის შემდეგ, დიდი სტატია 3 გვერდზე, სათაურით ქართული ლიტერატურის დაკარგული მილიონები, როგორ იპარებოდა ნოდარ დუმბაძე საკუთარი ქვეყნისგან. ამ გაზეთის არქივი დღეს აღარ არსებობს და ზოგიერთი ისტორიკოსი კამათობს, არსებობდა თუ არა ეს პუბლიკაცია საერთოდ. მაგრამ ისინი, ვინც იხსენებს იმ დროს, ამბობენ, რომ სტატიამ გამოიწვია შოკი. ზოგიერთი ადამიანი ადასტურებდა ამ ფაქტებს, ზოგიერთი ეწინააღმდეგებოდა, სხვები დუმდნენ. მაგრამ 2 დღის შემდეგ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ნოდარის სახლში შეიჭრნენ. ეს არ იყო ძალადობრივი შეჭრა, უბრალოდ როცა ნოდარის მეუღლე დაბრუნდა ბაზრიდან, კარი იყო ღია. პოლიცია ამბობდა, რომ არანაირი ძალის კვალი არ იყო და რომ შესაძლოა თავად დაგვიანებიათ კარის დახურვა. ნოდარის კაბინეტიდან აიღეს ზუსტად ის 3 პაპკა, პაპკები ყველა იმ დოკუმენტებით, რომლებიც თამარმა გადაიღო. არაფერი სხვა არ იყო შეხებული, არა ფული, არა სამკაულები, არა ტექნიკა. მხოლოდ ის 3 პაპკა. ნოდარმა იცოდა, ვინ იყო. მან იცოდა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი ქურდობა. ეს იყო გამიზნული მოქმედება იმის დასარწმუნებლად, რომ მტკიცებულება აღარ არსებობდა. მაგრამ ნოდარს ჰქონდა ერთი უკანასკნელი ბანკო, თამარს ჰქონდა ფოტოასლები. და ამიტომ, როცა გაზეთმა მეორედ გამოაქვეყნა სტატია, ამჯერად ფოტოებით, რეაქცია იყო კიდევ უფრო ძლიერი. ხალხი დაიწყო კითხვების დასმა. ზოგიერთმა მწერალმა, რომელიც ასევე განიცდიდა მსგავს სიტუაციებს, ხმამაღლა თქვა, ეს არ არის მხოლოდ ნოდარის პრობლემა. ეს არის ჩვენი ყველას პრობლემა. მაგრამ იმავე დროს იმ ადამიანებმა, რომელთა სახელები იყო ხსენებული იმ დოკუმენტებში, დაიწყეს თავდაცვა.
ისინი ამბობდნენ, რომ ნოდარი იყო ძველი და დაბნეული, რომ ის არ იცნობდა ბუღალტრულ სუბტილობებს, რომ ეს იყო შურისძიება ავადმყოფი კაცისგან, რომელიც არ აღიარებდა რეალობას. ნოდარმა იცოდა, რომ მას აღარ დარჩენოდა დრო, რომ ეს ბრძოლა დაემთავრებინა. მაგრამ მან მაინც სცადა. მან დაწერა წერილი პარლამენტისთვის, წერილი პრეზიდენტისთვის, წერილი კულტურის მინისტრისთვის. ყველა პასუხი იყო ერთი და იგივე: თქვენი საქმე განიხილება. 1984 წლის სექტემბრის მე-14 რიცხვს ნოდარ დუმბაძე გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები ოჯახის თქმით იყო: ნუ დატოვებთ ამას. ნუ დააშინებთ. მოითხოვეთ სიმართლე. მაგრამ დღემდე 30 წელზე მეტი დროის შემდეგ მისი გარდაცვალებისას არავინ ვერ იპოვა ის ორიგინალი დოკუმენტები. არავინ ვერ გახსნა სრული გამოძიება. სისტემა დუმდა მაშინ და დუმს ახლაც. ნოდარ დუმბაძეს ჰქონდა ერთი რამ, რასაც ის არასოდეს არ იშორებდა: პატარა ვერცხლის ჯვარი, რომელიც მას გადაეცა მისმა ბებიამ, როცა ის იყო ჯერ კიდევ ბიჭი. ეს ჯვარი არ იყო განსაკუთრებით ძვირფასი, ის იყო მარტივი, ხელით დამზადებული, ოდნავ წვეთილი წლების მანძილზე. მაგრამ ნოდარისთვის ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე ოქრო ან ბრილიანტები. ეს იყო მისი ობერეგი, მისი დაცვა, მისი კავშირი იმ წარსულთან, როცა მას ჯერ კიდევ ჰქონდა რწმენა ადამიანების კეთილშობილებაში. ნოდარის ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ იგი ყოველთვის ატარებდა ამ ჯვარსკელზე, სახლში, ქუჩაში, სუფრებზე. ერთხელ კი, როცა ის აბაზანაში იყო და მოკლედ მოიხსნა ჯვარი, მისმა შვილიშვილმა სთხოვა, რომ ერთი წუთით შეეხა. ნოდარმა კატეგორიულად უარი თქვა და თქვა: ეს ჯვარი არის ჩემი. მხოლოდ ჩემი. სანამ მე ვცოცხლობ, ის უნდა იყოს ჩემზე. როცა მე წავალ, შემდეგ, მაშინ გადაწყვეტ, ვის დაუტოვოთ. მაგრამ არა ახლა. 1984 წლის აგვისტოს ბოლოს, 2 კვირით ადრე ნოდარის გარდაცვალების წინ, რამდენიმე ახლობელმა შენიშნა, რომ ნოდარი უცნაურად ინერვიულებდა. იგი ხშირად ეხებოდა თავის ყელს, თითქოს რაღაცა ეძებდა. ერთხელ მან თქვა თავის მეუღლეს: ნანა, მე მესმის, რომ დრო ახლოვდება. მე ვგრძნობ ამას. მაგრამ სანამ ეს მოხდება, მე უნდა დავრწმუნდე, რომ ჩემი ობერეგი დარჩება ჩემთან. ნანამ არ მიაქცია დიდი ყურადღება. მან იფიქრა, რომ ეს იყო უბრალოდ შფოთვა ავადმყოფის, რომელიც ახლოვდებოდა თავის დასასრულს. 1984 წლის აგვისტოს მე-11 რიცხვს, საღამოს 9 საათზე, ნოდარის სახლში მოვიდა სტუმარი. ეს იყო ბატონი ვახტანგი, ძველი ნაცნობი, რომელიც მუშაობდა თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში როგორც მღვდელი. ნოდარმა ითხოვა, რომ დარჩენილიყო მარტო მასთან ოთახში. მეუღლე და შვილიშვილები გავიდნენ. საუბარი გაგრძელდა დაახლოებით საათნახევარი. არავინ არ იცოდა, რაზე ლაპარაკობდნენ. მაგრამ როცა ვახტანგი გამოვიდა, მისი სახე იყო უცნაური, თითქოს ის რაღაცას ფიქრობდა ძალიან ღრმად და ვერ გადაწყვეტდა, სწორად მოიქცა თუ არა. შემდეგ დღეს, სექტემბრის მე-13 რიცხვს, ნოდარმა მთელი დღე გაატარა საწოლში. იგი თითქმის არ ლაპარაკობდა, მხოლოდ ხელს ეხებოდა ხელს, სადაც იყო ჯვარი. ერთხელ კი მან უთხრა თავის მეუღლეს: ნანა, შენ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, ეს ჯვარი არის დაცვა. არა მხოლოდ ჩემი. არამედ ამ სახლის. შემდეგ დღეს, სექტემბრის მე-14 რიცხვს, დილის 6 საათზე, ნანა გამოიღვიძა იმ თქმით, რომ ნოდარი არ სუნთქავდა ნორმალურად. მან გამოიძახა სასწრაფო. ექიმები მოვიდნენ, სცადეს რეანიმაცია, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. ნოდარ დუმბაძე გარდაიცვალა დილის 6:30-ზე. როცა ნანამ შეეხო მის სხეულს, რომ ჩაეცვა საპატიო კოსტიუმი დაკრძალვისთვის, მან აღმოაჩინა რაღაც შემაშფოთებელი, ჯვარი აღარ იყო. ყელზე, სადაც ყოველთვის იყო პატარა წითელი კვალი ვერცხლისგან, ახლა იყო მხოლოდ თეთრი ნიშანი, რომელიც ნიშნავდა, რომ რაღაც იქნა და შემდეგ მოიხსნა. ნანამ დაიწყო ძიება. ის ეძებდა საწოლში, იატაკზე, თუნდაც სხვა ოთახებში, იმ შიშით, რომ შესაძლოა ჯვარი ჩამოვარდა და სადღაც გაგორდა. მაგრამ ის ვერ სად იყო. მან ჰკითხა შვილიშვილებს, არავინ არაფერი იცოდა. ჰკითხა მოვლის პერსონალს, რომელიც იმ უკანასკნელ ღამეს იყო, არავინ არაფერი ნახა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც იყო მარტო ნოდართან მისი უკანასკნელი საათების განმავლობაში, იყო ბატონი ვახტანგი. ნანამ დაურეკა ვახტანგს. საუბარი იყო უცნაური. ბატონო ვახტანგ, თქვენ იცით რაიმე ნოდარის ჯვრის შესახებ? რა ჯვარი, დედოფალო ნანა? ჯვარი, რომელიც მას ყოველთვის ატარებდა ხელზე. ის აღარ არის. მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. შესაძლოა მან თავად მოიხსნა უკანასკნელ საათებში.
მაგრამ თქვენ იყავით მასთან. თქვენ ხომ უნდა ნახოთ? დედოფალო ნანა, მე ვიყავი მასთან მხოლოდ იმ საღამოს. არა უკანასკნელ ღამეს. და როცა მე წავედი, მას ჯვარი ჰქონდა ჯერ კიდევ. ნანა არ დარწმუნდა. მან ჰკითხა, რაზე ლაპარაკობდით? ვახტანგი დუმდა. შემდეგ თქვა, დედოფალო, ეს იყო პირადი საუბარი. მე არ შემიძლია გავაზიარო. მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ნოდარმა მითხოვა, რომ ვილოცო მისთვის. და მე ვილოცე. ეს ყველაფერია. ვახტანგი გარდაიცვალა 1999 წელს. მისი უკანასკნელი სიტყვები, როგორც მისმა შვილმა მოგვიანებით აღნიშნა, იყო, მე ვიცოდი, რომ ეს იყო არასწორი. მაგრამ მე ვერ უარი ვთქვი ბოლო თხოვნაზე მოკვდავისა. რა იყო ის ბოლო თხოვნა? რატომ აიღო ვახტანგმა ჯვარი, თუ მართლაც მან აიღო? და სად არის ეს ჯვარი ახლა? ნოდარის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ზოგჯერ, როცა ისინი სტუმრობენ ნოდარის საფლავს, მათ ესმით ჩურჩული, რომელიც გაგონს მსგავს ლოცვას. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არის ქარი. სხვები ამბობენ, რომ ეს არის ნოდარის სული, რომელიც ეძებს თავის დაკარგულ ობერეგს. და ზოგიერთი ამბობს, რომ ჯვარი არასოდეს არ დაკარგულა, იგი იყო მოხსნილი მიზნით, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ნოდარს თუნდაც გარდაცვალების შემდეგ აღარ ჰქონდა დაცვა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობდნენ მისი ხსოვნის წაშლას. ლეგენდა, მისტიკა, დაკარგული ობერეგი, ყველაფერი ეს ფარავს ერთ მარტივ სიმართლეს. ნოდარ დუმბაძე მოიპარეს. მოიპარეს თავისი საკუთარი ქვეყნისგან, თავისი საკუთარი მეგობრებისგან, თავისი საკუთარი სისტემისგან. და როცა ის წავიდა, მასთან ერთად წავიდა უკანასკნელი იმედიც, რომ ოდესმე ამ ისტორიის სიმართლე გაირკვევა. მე ვიცოდი, რომ რაღაც არ იყო სწორი, როცა ისტიროდა გასაიდუმლოებით, ამბობს სიმონ ბერძნიშვილი, ნოდარის პირადი მძღოლი 10 წლის განმავლობაში, რომელიც დღეს უკვე 90 წლისაა და ცხოვრობს დიღმის უბანში პატარა ბინაში, სადაც კედლებზე კიდევ ჰკიდია ძველი ფოტოები ნოდართან ერთად. ამ ადამიანმა, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ინტერვიუს ობიექტი, თანახმა გახდა ლაპარაკზე მხოლოდ ახლა, 30 წლის შემდეგ, იმიტომ რომ როგორც თავად ამბობს, უკვე ყველა მკვდარია, ვისაც უნდა მეშინოდა. სიმონს ახსოვს ძალიან კონკრეტული დღე, 1993 წლის ივლისის 27 რიცხვი. იმ დღეს ნოდარმა სთხოვა, რომ მieყვანა არა სახლში, არამედ ცისფერი ტბის რაიონში, პატარა საზოგადოებრივ პარკში, სადაც ძველი კაცები ჭადრაკს თამაშობდნენ და საუბრობდნენ წარსულზე. ნოდარი იჯდა ერთ სკამზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, მარტო, თავისი აზრებით ჩაფლული. სიმონი დგას რამდენიმე მეტრში, არა იმიტომ, რომ უნდა ჰქონოდა საიდუმლოების ჩუმი მსმენელი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ახლოს იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე დასჭირდებოდა. მე ვნახე, რომ მისი მხრები იწყებდა კანკალებას, ამბობს სიმონი და მისი ხმა კვლავ კანკალებს ამ მოგონებით. მე ვიცოდი ეს ნიშანი, ის ტიროდა, მაგრამ არა ხმამაღლა, არა ისე, რომ სხვებმა ენახათ. ის ტიროდა როგორც კაცი, რომელმაც დაკარგა რაღაც ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე ფული თუ ჯანმრთელობა. ის ტიროდა როგორც კაცი, რომელმაც დაკარგა რწმენა. სიმონმა მაშინ არ გაბედა, რომ მიახლოვებინა და ეკითხა რა ხდებოდა. მაგრამ როცა ისინი დაბრუნდნენ მანქანაში, ნოდარმა უთხრა რამდენიმე სიტყვა, რომელიც დღემდე უბერავს სიმონის ყურებში. სიმონ, თუ ადამიანს უნდა ენდო სხვა ადამიანს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უნდა იყოს სულელი. მე ვიყავი სულელი. მე ვენდე იმათ, ვისაც არასოდეს არ უნდა მენდო. სიმონს არ ჰკითხავს დეტალები. მაგრამ მან იცოდა იმიტომ, რომ ის ატარებდა ნოდარს არა მხოლოდ სახლიდან სახლში, არამედ შეხვედრებზე, სუფრებზე, ლიტერატურულ კავშირში. ის ხედავდა იმ ადამიანებს, რომლებიც ეხვეოდნენ ნოდარის ზურგს და ეუბნებოდნენ ძმაო, ნოდარ ჩვენო. და ის ასევე ხედავდა იმ ადამიანებს, როცა ისინი იყვნენ მარტო ერთმანეთთან, როგორ იცოდნენ ერთმანეთს და ლაპარაკობდნენ არა ნოდარზე, როგორც ძმაზე, არამედ როგორც რესურსზე, როგორც შემოსავლის წყაროზე. ერთხელ განაგრძობს სიმონი და აიღებს ძველ სიგარეტს, რომელსაც ანთებს ხელის კანკალით, მე მოვისმინე საუბარი. ეს იყო 1991 წელს, ნოდარის დачის ახლოს. მე ველოდი მანქანაში, მაგრამ ფანჯარა ღია იყო. 2 კაცი საუბრობდა, ერთი მათგანი იყო ის, ვინც ნოდარს უწოდებდა მეგობარს და რომელსაც ხშირად ვხედავდი მის სახლში. მეორე იყო უცნობი. პირველი ამბობდა, ნოდარს აღარ დარჩა ბევრი დრო. როცა ის წავა, ყველაფერი გახდება უფრო მარტივი. არავინ დაგვისვამს კითხვებს. მეორე მხოლოდ იცინოდა და ამბობდა, ის უნდა გავიდა უკვე 10 წლის წინ. ძალიან გაგრძელდა ეს თამაში. სიმონმა არასოდეს უთხრა ნოდარს ამის შესახებ. იმიტომ, რომ მან იცოდა, ნოდარი უკვე ყველაფერს იცნობდა.
იგი უბრალოდ არ გინდოდა რომ გაეთქვა, რადგან ეს მოითხოვდა ენერგიას, რომელიც მას აღარ ჰქონდა. ბოლო თვეებში ამბობს სიმონი და ახლა უკვე ცრემლები დაედინება მის თვალებში, ის თითქმის არ საუბრობდა. ის უბრალოდ იჯდა უკანა სავარძელზე, შეხედავდა ფანჯრიდან და დუმდა. ერთხელ იყო ეს სულ დღეების ცოტა ხნით ადრე, როცა ის დატოვა ჩვენ, მან მითხრა, სიმონ, შენ იყავი ერთადერთი, ვინც არასოდეს მითხოვა ჩემგან არაფერი. შენ უბრალოდ მიყავდი, სადაც მჭირდებოდა და დუმდი. მე მადლობელი ვარ შენი. ეს იყო ბოლო, რაც მან მითხრა. დღეს სიმონი ცხოვრობს მარტო, მისი ოჯახის წევრები წავიდნენ სხვა ქვეყანაში. იგი არ ატარებს აღარავის, მისი ხელები აღარ უძლებს საჭეს. მაგრამ ის ინახავს ერთ რამეს, პატარა ღილაკს ნოდარის პიჯაკიდან, რომელიც ჩამოვარდა ერთხელ მანქანაში. სიმონმა აიღო იგი და ინახავს დღემდე. ეს არის ჩემი საკუთარი ობერეგი, ამბობს ის. ობერეგი იმის, რომ მე ვიცოდი რეალური ნოდარი. არა ის, რაც ყველა მიცის, არამედ ის, რაც იყო მასში გულში, ტკივილი, რომელსაც ის მალავდა თავისი ღიმილით. რამდენი სხვა ადამიანი იცნობდა რეალურ ნოდარს? რამდენი მათგანი დუმს დღემდე იმ შიშით, რომ მათი სიმართლე გაანადგურებს მითებს, რომლებიც აშენდა მის გარშემო? და რატომ უნდა ელაპარაკა მარტივმა მძღოლმა, ადამიანმა, რომელსაც არავინ აღიარებდა, მაგრამ რომელიც ახლოს იდგა, როცა ყველა სხვა მხოლოდ იღებდა და წავიდოდა. 25 წლის განმავლობაში ერთი სახელი იყო აკრძალული იმ წრეებში, სადაც ნოდარ დუმბაძეს იხსენებდნენ როგორც წმინდას, როგორც ქართული ლიტერატურის განუყოფელ ნაწილს. ეს სახელი იყო მაია ღლონტი. ქალი, რომელსაც ოფიციალური ბიოგრაფია მოიხსენიებს როგორც მოკლევადიან ლიტერატურულ თანამშრომელს, მაგრამ რომელიც რეალურად იყო ბევრად უფრო მეტი, იყო ის, ვისაც ნოდარი უთხრა თავისი უღრმესი საიდუმლოებები, ვის წინაშეც ის ტიროდა და ვინც, როგორც ზოგიერთი ამბობს, იყო ის ადამიანი, რომელიც უნდა ყოფილიყო მის გვერდით, მაგრამ ვისაც არ მისცეს ეს უფლება. 1990-იან წლებში მაია წავიდა საქართველოდან და ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც მუშაობდა როგორც მთარგმნელი და ქართული ლიტერატურის კონსულტანტი. ის არასოდეს არ ბრუნდებოდა, არასოდეს არ აძლევდა ინტერვიუს, არასოდეს არ ლაპარაკობდა ნოდარზე, არც დადებითად, არც უარყოფითად. მხოლოდ დუმდა. მაგრამ 2019 წელს 8 წლის წინ, როცა ქართულმა დოკუმენტური კინოს ჯგუფმა მოახერხა მასთან დაკავშირება, მაია საბოლოოდ თანახმა გახდა ლაპარაკზე. ეს ინტერვიუ არასოდეს არ გამოქვეყნებულა სრულად, ის იყო ძალიან საშიში, ძალიან პირდაპირი. მაგრამ ფრაგმენტები, რომლებიც შემორჩა, ასახავს სიმართლეს, რომელსაც ბევრი არ აპირებდა გაგონებას. ნოდარი იყო ტყვე, ამბობს მაია, რომელიც ახლა უკვე 65 წლისაა, თეთრი თმით და თვალებით, რომლებიც ჯერ კიდევ ინახავენ ტკივილს. არა იმ გაგებით, რომ მას უჭირდა ფიზიკურად. არა. ის იყო ტყვე იმ სისტემისა, რომელმაც მას უთხრა, შენ ხარ კაცი სუფრისა, კაცი ქართული სულისა. შენ არ შეგიძლია იყო უკმაყოფილო. შენ არ შეგიძლია იყო ის, ვინც საჩივრობს. რადგან თუ შენ საჩივრობ, მაშინ შენ არ ხარ ჩვენი. მაია იცნობდა ნოდარს 1967 წლიდან, როცა ის იყო ახალგაზრდა რედაქტორი ლიტერატურულ ჟურნალში. ისინი იყვნენ კოლეგები, შემდეგ მეგობრები, შემდეგ რაღაც მეტი, მაგრამ არასოდეს ოფიციალური წყვილი, რადგან ნოდარს ჰქონდა ოჯახი, რომელსაც ის პატივს სცემდა. მე ვიცოდი მისი ყველა საიდუმლოება, განაგრძობს მაია. მე ვიცოდი, რომ გიორგიმ, მეზობელმა, აიღო არა მხოლოდ ის თანხა, რომელზეც ყველა ლაპარაკობს. ის აიღო ბევრად მეტი, აიღო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ნოდარს ჰქონდა უფლება იმ სახლზე, სადაც ის ცხოვრობდა. გიორგი მიცოდა, რომ თუ ამ დოკუმენტებს დაკარგავდა, ნოდარის ოჯახი ვერ დაამტკიცებდა მფლობელობას იმ სახლზე მისი გარდაცვალების შემდეგ. და სწორედ ასე მოხდა. ეს არის პირველი დეტალი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა საჯარო. ნოდარის სახლი რუსთაველის გამზირთან ახლოს დღეს აღარ არის ოჯახის საკუთრება, ის გაიყიდა 1999 წელს, რადგან ოჯახმა ვერ დაამტკიცა მფლობელობა იმ დოკუმენტების არარსებობის გამო, რომლებიც დაიკარგა. მე ვუთხარი ნოდარს, ამბობს მაია და მისი ხმა კანკალებს, ვუთხარი, შენ უნდა წახვიდე პოლიციაში. შენ უნდა განაცხადო. მაგრამ მან მითხრა, მაია, თუ მე ეს გავაკეთე, ჩემი რეპუტაცია გაანადგურდება. ხალხი იფიქრებს, რომ მე ვარ პატარა, შურისმაძიებელი კაცი. მე უნდა ვიყო დიდი კაცი არ საჩივრობს მცირე საკითხებზე. და მე ვუთხარი, ნოდარ, ეს არ არის მცირე საკითხი. ეს არის შენი ცხოვრება. მაგრამ მან არ მომისმინა. მაია ასევე იხსენებს იმ ღამეს, როცა ნოდარმა აღმოაჩინა, რომ მისი მოთხრობა გამოქვეყნდა ნიკოს სახელით.
ის მოვიდა ჩემთან შუაღამისას, ამბობს მაია. მე ვცხოვრობდი პატარა ბინაში ვაკეზე. მან დააკაკუნა კარზე და როცა გავხსენი, მან მხოლოდ თქვა, მე დავკარგე სიტყვა. მე ვკითხე, რას ნიშნავს. მან თქვა, ჩემი სიტყვა აიღო სხვამ და გახადა თავისი. და მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, რადგან თუ მე ვილაპარაკებ, ყველა იტყვის, რომ მე ვარ ეჭმიტანილი და შურისმაძიებელი. მე დავკარგე ჩემი ხმა. მაია ცდილობდა დაეყოლიებინა ნოდარი, რომ ებრძოლა, მაგრამ იგი უკვე დაღლილი იყო. იგი ამბობდა, მაია, მე არ მინდა ბრძოლა. მე მინდა წერა. მაგრამ როცა შენ იცი, რომ ყოველი სიტყვა, რომელსაც წერ, შეიძლება მოპარონ, როგორ შეგიძლია წერა. მაიამ დატოვა საქართველო 1992 წელს. ის წავიდა იმიტომ, რომ როგორც თვითონ ამბობს, მე ვერ ვუყურებდი, როგორ კვდება კაცი, რომელსაც მე ვუყვარდი და რომელიც არ შეეძლო თავისი დაცვა. როცა მე მივიღე ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, ამბობს მაია და ახლა ცრემლები კარგავს მის თვალებში, მე ვიცოდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ ბუნებრივი გარდაცვალება. ეს იყო სიკვდილი, რომელიც გამოიწვია იმ ყველამ, ვინც აიღო მისგან ყველაფერი, ფული, იდეები, რწმენა, თუნდაც სურვილი ცხოვრებისა. ისინი მოკლეს ნოდარი არა დანით, არა ტყვიით, არამედ 1000 მცირე ღალატით, 1000 მცირე ქურდობით, 1000 მცირე სიცრუით. მაია ამბობს, რომ ის არ ბრუნდება საქართველოში იმიტომ, რომ იქ ცხოვრობენ ისინი, ვინც მოკლა ნოდარი და ვინც დღემდე პირველ რიგებში დგას მის ძეგლთან და ამბობს, ნოდარი იყო ჩვენი ძმა. მათ არ სჯერათ საკუთარ სიცრუეებს, ამბობს მაია. ისინი ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებდნენ. და ისინი გააგრძელებენ იმავეს, თუ მათ ეძლევათ შანსი. ეს ინტერვიუ დასრულდა ერთი კითხვით, რომელსაც სვამს უშუალო დოკუმენტური ფილმის რეჟისორი. მაია, თუ შენ შეგეძლო უკან დაბრუნება და გაკეთება რაღაცის, რაც შეცვლიდა ნოდარის ბედს, რას გააკეთებდი? მაია დუმს რამდენიმე წუთს. შემდეგ ამბობს, მე გავაკეთებდი იმას, რაც მან ვერ გაბედა, დავუძახებდი ყველას ხმამაღლა და ვეტყოდი, აი ის, ვინც მოხპარა ნოდარს. აი ის, ვინც მოკლა გენიოსი. შენ არა ხარ მეგობარი. შენ ხარ მკვლელი. მაგრამ მე არ გავბედე. და ამ შეცდომასთან ვცხოვრობ ყოველ დღე. 1994 წლის სექტემბერში, 2 კვირით ადრე ნოდარის გარდაცვალების წინ, ექიმები უკვე ცნობდნენ, რომ მისი ორგანიზმი რღვევა. გულის პრობლემები, ღვიძლის დაზიანება, პანკრეასის ნაწილობრივი უკმარისობა და რაც ყველაზე საშინელი, ქრონიკული სტრესი, რომელმაც გამოიწვია ჰორმონალური დისბალანსი, რამაც მიაყენა მას თითქმის შეუდგომელ ვარდნას. მაგრამ ის, რასაც ექიმები არ ეუბნებოდნენ, ოჯახს სრულად იყო ის, რომ ნოდარი უკვე არღებულობდა მკურნალობას სწორად. იგი უარყოფდა ზოგიერთ წამალს, იგი იტოვებდა სავალდებულო ინექციებს, იგი თანხმდებოდა პროცედურებზე, მაგრამ შემდეგ არ გამოცხადდებოდა საავადმყოფოში. რატომ? რადგან ნოდარს ეშინოდა, რომ თუ ის რჩება საავადმყოფოში, მისი დოკუმენტები, ის დოკუმენტები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებოდა მის სახლში შემდეგ იმ ქურდობის, როცა წაიღეს 3 პაპკა, ასევე გაქრებოდა. ექიმი ელგუჯან ადირაშვილი, რომელიც მუშაობდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში და რომელიც პასუხისმგებელი იყო ნოდარის მკურნალობაზე, ახსოვს ერთი კონკრეტული საუბარი, რომელიც მოხდა 1994 წლის აგვისტოს 1000 რიცხვს. მე ვუთხარი ნოდარს პირდაპირ, ამბობს ელგუჯა, რომელიც ახლა უკვე პენსიაზეა და ცხოვრობს თბილისში. ვუთხარი, ბატონო ნოდარ, თუ თქვენ დარჩებით სახლში და არ მიიღებთ რეგულარულ კონტროლს, თქვენ არ გაატარებთ 2 თვეზე მეტს. მან მომიხედა და მითხრა, დოქტორ ელგუჯა, მე მჭირდება ეს 2 თვე. მე მჭირდება ის იმისთვის, რომ დავასრულო ერთი რამ, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი ცხოვრება. ელგუჯამ ჰკითხა, რა იყო ეს რამ. ნოდარმა არ უთხრა. მაგრამ მან თხოვა ერთი რამ, რომ ელგუჯამ გაერკვია, ვის შეეძლო წვდომა მის სამედიცინო ჩანაწერებზე. ელგუჯამ გაუკვირდა ამ კითხვას და ჰკითხა, რატომ. ნოდარმა მითხრა, განაგრძობს ელგუჯა მითხრა, მე მინდა ვიცოდე, ვინ იცის ჩემი რეალური მდგომარეობა. რადგან თუ ვინმე იცის, რომ მე მკვდება 2 თვის განმავლობაში, მაშინ ვინმე ელოდება ამას. ელგუჯამ არ გაუმხილა ნოდარს დეტალები, მაგრამ რეალურად სამედიცინო ჩანაწერები იყო დაშვებული მხოლოდ საავადმყოფოს პერსონალისთვის და ოჯახის წევრებისთვის. თუმცა როგორც ელგუჯა მოგვიანებით აღმოაჩინა, ერთ-ერთმა ბუღალტერმა, ქალმა სახელად ნინო, რომელიც ასევე მუშაობდა იმ საავადმყოფოში, ჰქონდა წვდომა ყველა პაციენტის ფაილზე. ელგუჯამ შეამჩნია, რომ ნინო იყო ახლო კავშირში ერთ-ერთ იმ ადამიანთან, რომელიც ხშირად ეწვევოდა ნოდარს სახლში, ადამიანს, რომელიც ზოგიერთი ვერსიით იყო გიორგის ნათესავი, იმ გიორგის, რომელმაც წაიღო სესხად და არასოდეს დააბრუნა. მე ვერ დავამტკიცე არაფერი, ამბობს ელგუჯა. მაგრამ მე მქონდა შეგრძნება, რომ ნინო აწვდიდა ინფორმაციას გარეთ.
ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენი დრო დარჩა ნოდარს. რატომ სჭირდებოდათ ეს ინფორმაცია? ელგუჯას მხოლოდ ერთი ვერსია აქვს, რადგან ისინი ელოდნენ. ელოდნენ იმას, რომ როცა ნოდარი გარდაიცვლება, ყველაფერი, რაც დარჩება, დოკუმენტები, ფული, უფლებები გახდება ხელმისაწვდომი. და თუ ისინი იცოდნენ ზუსტად როდის მათ შეეძლოთ მოემზადებინათ. ნოდარის ბოლო 2 კვირა იყო ტანჯვა. ელგუჯა ნახულობდა მას სახლში, არა საავადმყოფოში, რადგან ნოდარი უარს ამბობდა ჰოსპიტალიზაციაზე. ის იყო დამწვარი ტკივილით, ამბობს ელგუჯა და მისი ხმა ტკივილით ივსება. მაგრამ ის არ შესწახდა. ის მხოლოდ კბენდა კბილებს და წერდა რაღაცა სრეულში, რომელსაც ის ინახავდა ქვეშ ბალიშისა. მე ვკითხე მას, რას წერდა. მან თქვა, მე წერ სახელებს. სახელებს იმათ, ვინც უნდა იცოდეს სიმართლე. ელგუჯას არასოდეს არ უნახავს ეს სრეული. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის დაიკარგა, ისევ როგორც მრავალი სხვა რამ. მაგრამ ელგუჯამ იცოდა ერთი რამ, ნოდარი მოკვდა არა მხოლოდ სნეულებისგან. ის მოკვდა დაღლილობისგან ბრძოლისა, რომელსაც ის წარუმატებლად აწარმოებდა წლების განმავლობაში. იგი მოკვდა იმ ტკივილისგან, რომ იცოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა, წარიწმინდება. ნოდარის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მე მომისმენია, ამბობს ელგუჯა იყო, დოქტორ ელგუჯა, გთხოვთ უთხარით ჩემს ოჯახს, ნუ ენდობიან არავის. არავის. ნოდარ დუმბაძე გარდაიცვალა 1984 წლის სექტემბრის მე-14 რიცხვს დილის 6:30 წუთზე, თავის სახლში, გარშემორტყმული ოჯახის წევრებით, რომლებიც არ იცოდნენ, რომ მომდევნო დღეებში დაიწყებოდა ბრძოლა არა მხოლოდ მის მემკვიდრეობაზე, არამედ თავად სიმართლეზეც. მისი დაკრძალვა იყო გრანდიოზული, ათასობით ადამიანი, ყვავილები, სიტყვები იმის შესახებ, თუ როგორი დიდი მწერალი იყო ის. მაგრამ პირველ რიგებში იდგნენ ისინი, ვინც მოჰყარა ნოდარს წლების განმავლობაში. გიორგი იყო იქ, ტიროდა ხმამაღლა და ამბობდა, ჩვენ დავკარგეთ ძმა. ნიკო იყო იქ, მღეროდა მგლოვიარე სიმღერას. ვარდენი იყო იქ, ამბობდა სიტყვებს იმის შესახებ, თუ როგორ ბედნიერი იყო მუშაობა ნოდართან. ოჯახმა სცადა დაწყება იურიდიული პროცესების იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო ის, რაც წაართვეს. მაგრამ დოკუმენტები დაიკარგა. მოწმეები დუმდნენ. სისტემა, რომელიც დაიცვა იმ ადამიანებს, რომლებმაც მოჰყარეს ნოდარს, კვლავ მუშაობდა იმავე პრინციპზე, დაიცავი საკუთარი. მაია ღლონტი არასოდეს არ დაბრუნებულა საქართველოში. ის გარდაიცვალა 2021 წელს გერმანიაში, მარტო თავის მცირე ბინაში. მისი უკანასკნელ სურვილს შორის იყო ერთი, რომ მისი ფერფლი არ დაკრძალულიყო საქართველოში. არა იქ, სადაც ჩემი მოგონებები შერყეულია ტკივილით, წერდა ის თავის ანდერძში. სიმონ ბერძნიშვილი ცხოვრობს ჯერ კიდევ. იგი ყოველ წელს მიდის ნოდარის საფლავზე სექტემბრის მე-14 რიცხვს და აყრის ყვავილებს, არა იმ დროს, როცა ოფიციალური ცერემონიაა, არამედ ადრე დილით, როცა არავინ არის. მე არ მინდა ვიყო იმათთან ერთად, ვინც თამაშობს მწუხარებას, ამბობს ის. ელგუჯა ნადირაშვილი წერს მემუარებს ნოდარის შესახებ. იგი ცდილობს შეაგროვოს ყველა დეტალი, რომელიც შეიძლება ერთ დღეს გახდეს საფუძველი რეალური გამოძიებისთვის. მაგრამ როგორც თავად ამბობს, მე ვიცი, რომ ამ წიგნის გამოცემა იქნება საშიში. მაგრამ მე არ შემიძლია დავსრულო ჩემი ცხოვრება იმის ცოდნით, რომ მე ვიცოდი სიმართლე და ვდუმდი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც მოჰყარეს ნოდარს, ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა, ზოგი ცხოვრობს კეთილდღეობაში, ზოგი გადავიდა უცხოეთში. მათგან არც ერთმა არასოდეს არ აღიარა დანაშაული. არც ერთმა არასოდეს არ მოიტანა სინანული. და რაც ყველაზე მწარეა, მათ შორის ზოგიერთი დღემდე დგას ნოდარის ძეგლთან ყოველწლიურ ცერემონიებზე და ამბობს, ჩვენ ვიყავით მისი ძმები. რამდენი სხვა ქართველი გენიოსი ელოდება იმას, რომ მათი ისტორია ნათქვამი იქნას. რამდენი სხვა მეგობრები კვლავ თამაშობენ იმავე თამაშს ახალ თაობებთან. და რამდენ ხანს შევძლებთ ჩვენ, როგორც საზოგადოება, რომ დავდუმდეთ, როცა ჩვენ ვიცით, რომ სიმართლე იმალება არა წარსულში, არამედ იმ ადამიანებში, რომლებიც დღესაც ცოცხალნი არიან და დღესაც დუმენ. მეგობრებო, როგორ უყურებთ ნოდარ დუმბაძის ისტორიას? იყო თუ არა ის მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელმაც გააუქმა ინდივიდუალური უფლებები, თუ თავად იყო ძალიან რბილი, ძალიან დობით სავსე, ძალიან ქართველი იმ გაგებით, რომ მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სამართალი. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, იხსენებენ თუ არა მას თქვენს ქალაქში, თქვენს ოჯახში, თქვენს გულში. დააჭირეთ ლაიქს, თუ თქვენ მჯერათ, რომ სიმართლე უნდა ითქვას, რასაც დრო სჭირდება.
გამოიწერეთ ჩვენი არხი, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ ამ ისტორიების მოყოლას, ისტორიებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც შექმნეს ქართული კულტურა, მაგრამ რომლებსაც არასოდეს არ მიუღიათ ის პატივისცემა და ის სამართლიანობა, რომელსაც ისინი იმსახურებდნენ.